და საერთაშორისო საზოგადოების კიდევ ერთი მთავარი პრობლემა სირიის სამოქალაქო ომია, სადაც რეჟიმსა და ოპოზიციას შორის სამწლიანი დაპირისპირების დასრულების გზებზე სასაუბრო დღეს ერთმანეთს ამერიკისა და რუსეთის პირველი დიპლომატები შეხვდნენ. აუდიენციას სირიის ოპოზიციის წარმომადგენლებიც დაესწრნენ. სანამ მსოფლიო ლიდერები კრიზისიდან გამოსავლის გზებს ეძებენ, მანამდე ცხელწერდილში სისხლიანი შეტაკებები გრძელდება. იზრდება სხვადასხვა ქვეყნიდან ჩასულ მოხალისეთა რიცხვიც, რომელთა შორის ქართველებიც არიან. საუბრობს რუსულად, თუმცა ქართული აქცენტით. ეს თარხან იგივე ომარ ბათირაშვილია, რომელიც ჯერ კიდევ 2008 წელს რუსეთ-საქართველოს ომში იბრძოდა. ახლა კი სირიის ფრონტის ხაზზეა. სერჟანტი ბათირაშვილი საქართველოს შეიარაღებულ ძალებში მსახურობდა. ომის შემდეგ იარაღის უკანონო ტარებისთვის დააპატიმრეს. 16 თვიანი პატიმრობის შემდეგ კი სამხედრო საქმიანობა სირიაში განაგრძო, როგორც მოხალისემ. კავკასიელ ხალხთა კონფედერაციის თავმჯდომარე ზაალ კასრელიშვილი ამბობს, რომ მისი შესაძლებლობების და გამოცდილების დამსახურებით ის სირიაში მალევე დაწინაურდა და ერთ-ერთი მაღალი რანგიც მოიპოვა. ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციით ის ემირია, ძალიან სერიოზული მებრძოლია, თავი გამოიჩინა მან არა მარტო ისლამურ სამყაროში და სირიაში ბრძოლით, 2008 წელში ის იბრძოდა ქართული არმიის რიგებში და საკმაოდ კარგად იბრძოდა და ჩვენ რამდენადაც ვიცით გამორჩეული მებრძოლების კატეგორიაში გადიოდა. მომზადებული იყო კარგად სამხედრო თვალსაზრისით, მან ყველა პროგრამა გაიარა. ბათირაშვილი არ არის საქართველოს ერთადერთი მოქალაქე, რომელიც საკუთარი სურვილით სხვის ომში იბრძვის. რუსულ მედიაში ხშირად ჩნდება ინფორმაცია, რომ კავკასიელ მოხალისეებს შორის პანკისელებიც არიან. კრემლთან დაახლოებული რუსი ექსპერტი სერგეი მარკოვი ამტკიცებს, რომ ქისტები დღემდე ჩადიან სირიაში. მე ვფიქრობ, რომ დღეს საქართველოსდან სირიაში მიმავალი მოხალისეების ნაკადი საკმაოდ მცირეა. საქართველოს მთავრობას, რა თქმა უნდა, ამ ნაკადის შეწყვეტა შეუძლია, მაგრამ ქართულ მხარეს არანაირი ინტერესი არ აქვს სირიაში და საქართველოშიც საკმაოდ ბევრი შიდა პრობლემაა. ამიტომ მთავრობას ეს არ ადარდებს. რა თქმა უნდა, არ არსებობს მტკიცებულება იმისა, თუ საქართველოს რამდენი მოქალაქე იბრძვის სირიაში, თუმცა ისინი შესამჩნევები არიან. რაც შეეხება რუსეთს, იქ უკვე სამართლებრივი დევნა დაიწყო იმ ადამიანების მიმართ, ვინც სირიაში ასადის რეჟიმის წინააღმდეგ საბრძოლველად მიდის. პირველ რიგში ეს ჩეჩნეთს ეხება. სწორედ ამ რესპუბლიკიდან ჩადის სირიაში ყველაზე მეტი მებრძოლი. მოხალისეების ნაკადი ხელს არ უწყობს საერთაშორისო საზოგადოების მთავარ მიზანს, ანუ ცეცხლის შეწყვეტას ამ ქვეყანაში. სწორედ ამ თემაზე მსჯელობდნენ დღეს პარიზში კერი, ლავროვი და ბრაჰიმი, თუმცა სერიოზულ თემებზე მხოლოდ მას შემდეგ გადავიდნენ, რაც ამერიკელმა დიპლომატმა რუს კოლეგას დანაპირების შეუსრულა და ამერიკიდან საფრანგეთში კარტოფილი ჩაუტანა. ვისაუბრეთ ცეცხლის შეწყვეტის შესაძლებლობაზე, თუნდაც რამდენიმე რეგიონში. ვთანხმდებით იმაზე, რომ ჩვენ ამ კუთხით ბევრი უნდა ვიმუშაოთ. ოპოზიციამ უკვე განაცხადა, რომ ისინი მზად არიან შეწყვეტონ ბრძოლა, იმ შემთხვევაში თუ ასადი ცეცხლის შეწყვეტის შესახებ განაცხადებს. ჩვენ ვთანხმდებით, რომ კოორდინირებულად უნდა ვიმუშაოთ. სირიის მთავრობამ უკვე გამოაცხადა მზადყოფნა ჰუმანიტარული კორიდორის გახსნის შესახებ ორ რეგიონში. საფრანგეთის შემდეგ შეხვედრა უკვე ჟენევაში გაიმართება და შესაძლოა იქ უკვე ერთმანეთს სირიის ხელისუფლებისა და ოპოზიციის წარმომადგენლები შეხვდნენ.